მოგესალმებით მეგობრებო, გიბრუნდებით შემდეგი თემით. როგორ ხარ შენ? კარგად, დევით, შენ როგორ ხარ? ანამიშავს. ძალიან კაი, მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის, რასაც კომენტარების და ლაიქების სახით აკეთებთ. გთხოვთ გააგრძელოთ ამ ეპიზოდის ქვემოთაც დაგვიკომენტაროთ თქვენი აზრი, როგორ მოგწონთ ეს ეპიზოდი. აქვე კიდევ ერთხელ მინდა გადაუხადო მადლობა ჩვენ მეგობარ კომპანია Loyaltes. დევით, დღეს რაზე ვილაპარაკოთ? დღეს მე მგონი უნდა განვიხილოთ ერთ-ერთი ძალიან საინტერესო თემა, როგორიც არის ნავიგაცია. კი ბატონო. და ნავიგაციაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოთამაშე, ვინც არის Waze. თან Waze ისეთი კომპანიაა, რომ შეიძლება ბევრს არც გაეგოს, თუმცა Waze-მა იმდენი რაღაცა გააკეთა, რომ ჩვენი ყოველდღიურობა ძალიან მნიშვნელოვნად შეცვალა რა. კი, თან ჩვენ ნავიგაციაზე სულ პირველი ეპიზოდი რაც გქონდა მიშელინზე, დაახლოებით რაღაცებზე ვისაუბრეთ, მივედით იმ მომენტამდე, როდესაც უკვე Waze იქნებოდა და რაღაც კარგი story building-ი შეგვიძლია გამოვიყვანოთ, რომ ის ისტორია მოვისმინოთ ზოგადად, როგორ იქნება ის აპლიკაციები, რომელსაც დღეს ჩვენ საცობიან თბილისში ყოველდღურად ვიყენებთ. ხო, აი მოდი ცოტა შორიდან რომ დავიწყოთ სტანდარტულად, ანუ შორიდან როგორ მე თვითონ ახლა მახსოვს, მე ავსტრიაში როცა ცხოვრობდი, მაშინ ეს Google Map-ები და Waze-ები და ასე შემდეგ. ან არ იყო სავარაუდოდ, იმიტომ არა იქნებოდა, მაგრამ ეს ყოველდღიურობაში როგორც ვიყენებთ მობილური ტელეფონით ასე შემდეგ, რა თქმა უნდა არ იყო. და დავდიოდი ხოლმე ქაღალდის რუკით. და იმ ქაღალდის რუკა, ანუ ხო არაფერს ჯობს, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან რთული წასაკითხია. მით უმეტეს ვინც მაინც სივრცითი ორიენტაცია ვისაც არ აქვს მაინც გამთავრ მე მაგალითად, ხო, ანუ იქ ვეძებდი ნეტა რომელი ქუჩაა, მე ქუჩას ვეძებდი ნეტა სადوار, ანუ ნეტა რომ მხარეს გახარ საერთოდ. ხო, მე ამას ატრიალებ ამ რუკას აქეთ-იქით და რა ვიცი, ანუ ძალიან რთულია რა, რუკიციაული, რუკოციაული ჯობს ხო. ხო და აი წარმოვიდგინოთ, რომ ეგ პერიოდია, ოღონდ ამ პერიოდში შემოდის თან რა ტექნოლოგიები შემოდის, როგორიც არის, რა ვიცი, GPS-ი მაგალითად, რომელიც ამ კომპანიებს აძლევს იმის, ასე ვთქვათ, იდეას, რომ მოდი ეს ყველაფერი ელექტრონულად გავაკეთოთ. ელექტრონულად წარმოვიდგინოთ, რამდენი პლუსი შეიძლება ქონდეს ელექტრონულად გაკეთებულ ამ რუკას, რომ პირველი შენ თავს ხედავს სათხარ და არ გიწევს ძებნა და ასე შემდეგ და მეორე განახლებადია. ეგ ორი არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, ორივე, რომელიც ქაღალდის რუკას არც ერთი არ გააჩნია მაგალითად. კი, იმიტომ რომ მეც ჩემ პერსონალურ ისტორიას გავიხსენებ, პირველად უცხოეთში რო ვიყავი, გერმანიაში ვიყავი ჩასული და მაშინ მახსოვს არ მქონდა და მე და ჩემი მეგობრებს არ მქონდა არც Android-ი თან მაშინ ელექტრონული სიმებიც არ იყო ეგრე აქტიურად, რომ შეგეძლო ეგრევე ჩაგერთო ინტერნეტი და გენახა სად იყავი და მახსოვს რომ ძალიან დიდი ხანი ვწვალობდით ამ გეოლოკაციაზე, ეს რუკები გვეჭირა ხელში და იქ რაღაცა ქაღალდის რუკით ვიყავით, ადგილობრივებს ვეკითხებოდით, რომ აბა საით შეიძლება წავიდეთ და მე უკვე ცოტა აქეთ რო გადმოვახვიოთ, ეხლა ტელეფონი და ელექტრონული საშუალებები თითქმის ლოკალად ანუ ადგილობრივად გაგრძნობინებს თავს და ნებისმიერ ქალაქში სადაც არ უნდა ჩახვიდე, შეგიძლია რომ მარტივად იპოვო ადგილი და დანიშნულების ადგილამდე მიხვიდე. ეხლა ეს ჩვენი გადმოსახედიდან ძალიან მარტივად აღიქმება, რომ აი ტელეფონში რაღაც რუკა გვაქვს, მაგრამ რეალურად ამის უკან იმდენი დიდი ბიზნეს ქარტეხილი დგას და იმდენად დიდ ტექნოლოგიურ განვითარებაზე დგას ეს, რომ ცოტა სიღრმისეულად უნდა ვილაპარაკოთ ამ ეპიზოდში, ალბათ აუცილებლად უნდა ვახსენოთ, როგორ გადავიდა web-based ინტერნეტიდან სოფლიო mobile-based ინტერნეტამდე და დღეს მობილურში ვიყენებთ რეალურად ყველაზე ხშირად ამ რუკის აპლიკაციებს და მაგ ლოგიკურ ჯამს აუცილებლად უნდა გავყვეთ. კი ბატონო, ხო, ეხლა მოკლედ ესე იგი ეს GPS ტექნოლოგიები რო იქმნება, მაგ დროს კომპანიები, რამდენიმე კომპანია იქმნება, რომლებიც იზრდებიან და ეს კომპანიები ქმნიან ამ, ასე ვთქვათ, ვირტუალურ რუკას. ოღონდ აქ რა ხდება? მაშინ რა თქმა უნდა ეს ელექტრონული დივაისები არ არის, ამიტომ ამ რუკებს ეს რუკა რა უნდა იყოს და ყიდიან ძირითადად ორი საშუალებით. ერთი მანქანებს აქვს ჩაშენებული, ანუ მანქანების წარმოებლები ყიდულობენ ამათგან ამ რუკებს. მეორე კიდევ არის სპეციალური დივაისები, რომლებშიც რუკაა მარტო, ანუ ჩავთვალოთ ელექტრონული რუკა გაქვს რა, ასე ვთქვათ. და ეს კომპანიები სხვათა შორის მე სანამ ამ თემაში გავერკვევდი, ყოველთვის მაინტერესებდა ხოლმე რომ ამ რუკებს როგორ ქმნიდნენ, ან როგორ ქმნიან და მაშინ როგორ ქმნიდნენ. ხალხს ქირაობდნენ. თურმე ძალიან ძვირად ქმნიდნენ მაგ რუკას. ხო, ძალიან ძვირი იყო და ძალიან შრომატევადი. ანუ ხალხს ქირაობენ და ათასობით ადამიანს ქირაობდნენ და ამ ხალხს ჰქონდა სპეციალური ასე ვთქვათ მოწყობილობა დამონტაჟებული და მანქანებით დადიოდნენ და ეს მოწყობილობა ასე ვთქვათ კამერა იყო ჩავთვალოთ რა, რომელიც სწავლობდა ასე შემდეგ და ამ რუკას აკეთებდა. ანუ ესე იგი რუკის შექმნა პირდაპირ იყო მიბმული იმაზე, რომ ადამიანს ფიზიკურად უნდა გაევლო, ვისაც ეს ჩართული ექნებოდა რა. კი, თან მოდი
კიდე რომ ხაზი გაუსვათ ზოგადად როგორი ტექნოლოგია იყო იმ პერიოდისთვის. ის რაც ვახსენეთ GPS ჩაშენებული device-ები, რომელიც ხალხს ეჭირა, ის რეალურად იყო რაღაც სპეციალიზირებული ადამიანებისთვის, რომელიც რაღაც სამსახურეობრივი მიზნებისთვის იყენებდნენ ხოლმე ამ რუკას. ეს რო აი ყველა სახლში ქონოდა, როგორც დღეს მობილური გვაქვს და ყველა ჭიბეში ქონდა, ეგრე არ იყო. ანუ კონკრეტული ადამიანებისთვის იყო შექმნილი ის device-ები, რომელშიც ჩაშენებული იყო GPS. მოდი შეგაწყვეტინებ მან, იცი რატო რომ დღეს მობილური ისედაც გვაქვს. წარმოვიდგინოთ და ამ მობილურს მოყვება ასე ვთქვათ, ხო? და ძალიან ბუნებრივია, მაგრამ მაშინ ის რუკა ისედაც არ გაქვს სპეციალური მოწყობილობა უნდა იყიდო და ხო იცი ხა ნებისმიერი მოწყობილობა მით უმეტეს იმ დროს ჯვირია, ხო? თან მანქანებს ეხა მე ბუნდოვნად მახსოვს შენ სავალდარ გემახსოვრა, მაგრამ ანუ როგორ იყო ხოლმე ეს რუკა რო ჩაწერილო მოყვებოდა, მე მაგის აპდეიტის შეძლებობა არ ქონდა. მე მახსოვს რომ რაღაცა დისკები მოყვებოდა ხოლმე და რაღაც შეგეძლო რომ მაგ დისკი ცხოვრებაში არ მეყიდია, უნდა მინახავს რა, რომ ამ დისკი ჩადებდი და ეს აპდეიტი იყო ასე ვთქვათ, ის უკან გაგეახლებინა, იმიტომ რომ ეხა ის მანქანოდის გამოვიდა და რომ იყიდე და მე ის წლები გავიდა, იქ რაღაცები შეიცვალა, შეიძლება ის გზა საერთოდ აღარ არსებობს, ან ახალი გზა არსებობს. თან მაგის დაპროგრამებასაც ძალიან დიდი ცოდნა ჭირდებოდა, სპეციალური ტექნიკური გამოცდილება ჭირდებოდა, რომ ის დისკი ჩაგედო რაღაც. ანუ რეალურად ამ მანქანებში დილერშიპში მიდიოდნენ და დილერშიპში უახლებდნენ ხოლმე რუკას. აი მე სულ მახსოვს ბავშვობიდან სულ პრობლემა მქონდა, რომ აი მანქანებში რო ეს ნავიგაციის ფუნქცია რატო არ ერთვება? იმიტომ არ ერთვება, რომ ის კომპანიები, რომელიც ახსენე, რომ დადიოდნენ მთელი მსოფლიოს საქართველოში არ დადიოდნენ და უბრალოდ არ არსებობდა ის რუკა, რომელთაც შეგეძლო რომ საქართველოზე გაგეგო როგორ შეიძლება და გევლო. თან მან დავამატებ როგორი კომპანიები ყავენ. რეალურად ამ კომპანიებს ამ ბიზნესიდან ფულის კეთების სხვა საშუალება არ ქონდათ. ერთადერთი ფულის კეთების საშუალება მანდ იყო, რომ ეს device გაგეყიდა, ან შენი აპლიკაცია გაგეყიდა და ამ აპლიკაციას ყიდდი ან ვიღაც კონკრეტულ პროფესიონალებზე, რომელსაც თავის სამსახურეობრივი გამოცდილების გამო ჭირდებოდათ, რომ სხვადასხვა ადგილებზე ევლოთ და კონკრეტული ადგილები ცოდნოდათ, ან მეორე ყიდდი კომპანიებზე, მანქანების წარმოებლებზე, რომლებიც აშენებდნენ ხოლმე თავის მანქანებში ამ ნავიგაციის სისტემას. და თან ერთი დამატება რაც არის, რომ მაშინდელი ტექნიკა, რადგან მანქანური სწავლება, ხელოვნური ინტელექტი კარგად განვითარებული არ იყო, ის მანქანები, რომელსაც ეს კომპანიები, მაგალითად Garmin და რაღაც სხვა mapping კომპანიები ქირავდნენ, ეს მანქანები იყო ჩვეულებრივი მინივენები, სადაც რამდენიმე device იყენა, ზოგი ფოტოს იღებდა, ზოგი რაღაც რადარით მოწმებდა სიტუაციას, etc. და ყველაზე რთული და პრობლემური რაც იყო, რომ ადამიანები ფიზიკურად ისხდნენ ამ მინივენებში და ხელით იწერდნენ, რომ აი ხა ამ ქუჩას ეს ქვია, აქ გადასახვევი ეს არის, იქ გადასახვევი ის არის და რეალურად რო შევხედოთ, რომ მთელი მაგალითად ამერიკაში იყო ყველაზე პოპულარული, რომ ამ მთელი ამერიკის რუკა გაქვს ამაზე გასაკეთებელი და ყოველწლიურად ხალხი უნდა გაუშვა რაღაც პერიოდულობით, რომ რუკა განაახლონ, ავდივართ უზარმაზარ ხარჯზე. ერთ-ერთი წყაროს მიხედვით 150 მილიონი დოლარი ჯდებოდა წლიურად იმისთვის, რომ რუკები შეგენარჩუნებინა. ხო, და ანუ თან რა არისო, თუ ამის აპდეიტს არ გააკეთებ, ეს პროდუქტი იმდენად მალე ძველდება, იმიტომ მით უმეტეს სწრაფი განვითარება სადაც ხდება, ხო, რომ თითქმის გამოუყენებელი ხდება. ამიტომ იძულებული ხარ, რომ მუდმივ რეჟიმში ხარ განახლებაზე მიმართული რა. და ზუსტად აი ამ დროს Waze იქმნება Ride-ით. იდეა არის ასეთი, რომ მობილური ტელეფონები უკვე შემოდის და შესაბამისად ჩნდება ახალი შესაძლებლობა, რომ შენ უკვე დამატებითი მოწყობილობა კი აღარ უნდა გაყიდო, მობილურ ტელეფონში აპლიკაცია შეგიძლია გაყიდო. მაშინ მაგას ფიქრობენ, რომ ეს ფასიანი უნდა იყოს ეს აპლიკაცია. ოღონდ Waze რაც ხედავს, რომ ის არის ისრაელში დაფუძნებული კომპანია და ეს ხედავს, რომ მოდი ეს ამდენი მილიონი კი არ დავხარჯოთ, ეს ხალხი ვატაროთ. ხალხი ისედაც დადის ამ ქუჩებში, ხო ხალხი ისედაც მოძრაობს და რადგან მობილური უკვე ბევრს აქვს, მოდი რა გავაკეთოთ, რომ მობილურს კიდე აქვს ეს GPS უკვე შესაძლებლობები, ასე შემდეგ, უკვე იმას მობილურს აქვს location service, რაღაც, რომელიც საშუალებას აძლევს, რომ Waze პასიურად მიაწოდო ინფორმაცია. ანუ გამოდის, რომ ამ კომპანიამ ის 100 მილიონი დოლარი ხარჯი გააქრო. უბრალოდ ამოაგდო. უბრალოდ მან თავარი პრობლემა და რისთვისაც რაზეც Waze მუშაობდა ხოლმე აქტიურად იყო ის, რომ ეს ხალხი, როდესაც ამ დატას აგზავნიდა Waze-ის მონაცემთა ბაზაში, მე ამ მონაცემებს დამუშავება ჭირდებოდათ. იმიტომ რეალურად GPS-ი ამათ უზიარდებდათ, კონკრეტულად დედამიწის რა წერტილში მოძრაობდა მანქანა. მე იქ ხელით იყო დასამატებელი, რომ აი აქ მაგალითად მაღაზია, აქ გზა ასე გადის, მარცხნივ გადახოვა შეიძლება არ შეიძლება და მაგას თავის დაკეთებდნენ, თუმცა თავარი პლუსი რაც Waze-ის ჰქონდა, იყო რომ Waze-მა თავიდანვე დაამატა user feedback-ი და user-ებს შეეძლო დაემატებინათ, რომ აქ გადახვევა არ შეიძლება, აქ გადახვევა შეიძლება და მოკლედ ძალიან აქტიურად დაიწყეს იმ ინფორმაციის მოძიება უფასოდ, რა ინფორმაციას ვიღაც კომპანიებს წლიურად 150 მილიონი დოლარი უჯდებოდა. ხო, მან ეხა Waze-მა რა იცოდა რომ
რა თქმა უნდა უმრავლესობა ადამიანი არც ფიდბექს არ გააკეთებს, ამაში არც დროს დახარჯავს და არც ადარდებს ეგ ამბავი. მაგრამ იქნებიან რაღაცა ცოტა რაოდენობის უფრო ჩართული მომხმარებლები, რომლებიც აქტიურად შეასწორებენ რაღაც ასე შემდეგ, ხო? ანუ ესე იგი, Waze-მა გამოიყენა მესამე პირების, სხვა ადამიანების შრომა უფასოდ. ეგაა მაგარი. და ისრაელი ხა პატარა ქვეყანაა და უცებ, ასე ვთქვათ, გამიტანა, ხა უცებ ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, თავიდან გაუჭირდა, რატომ? იმიტომ რომ წარმოიდგინე, თავიდან რომ იწყებ ასეთი ტიპის ბიზნესები ძალიან რთული დასაწყებია რა. თავიდან რომ იწყებ, არ გაქვს ეს რუკები. და მომხმარებლებს უნდა რამენაირად აპლიკაცია გადმოაწერინო, თან ფასიანი იყო, მერე კი მიხვდნენ რომ ფასიანი არ უნდა ყოფილიყო და უფასო გახადეს მალე. მაგრამ ანუ აპლიკაცია უნდა გადმოაწერინო, რომელსაც ვებფეში ვერ იყენებს, იმიტომ რომ და ფული უნდა გადაახტევინო. ხო, მაგას მე მაგითო ისქნეს რა, ეგ მოაცილეს, რომ ეგ მაინც ფული მაინც არ ყოფილიყო გადასახდელი. ხო? და რაზე ხარ დამოკიდებული, ამ ხალხმა რაღაც რაოდენობა უნდა იაროს, რომ შენ რუკა შეგექმნას, ასე ვთქვათ. მაგრამ მოახერხეს, ეგ არის მაგარი და ეს რუკა იმდენად მაღალი ხარისხის გახდა, რომ მე ისრაელში უკვე ძალიან ბევრი მომხმარებელი ყავდა. და მე გადაწყვიტეს, რომ მოდი ახლა უნდა გავფართოვდეთ და მაგალითად შევიდეთ ამერიკაში. კი, მოდი იქამდე პატარა კონტექსტი შევქმნათ, რატო იყო, რის მიხედვით გახდა Waze უბრალოდ შესაძლებელი, ან როგორ მოხდა, რომ Waze ეგეთი კომპანია შეიქმნა. მაგ პერიოდში კონტექსტისთვის აუცილებლად უნდა გვესმოდეს, რომ გლობალურად ტექნოლოგიების ბაზარზე მიმდინარეობდა მობილურების ომი. რაც ნიშნავდა, რომ ძირითადად მაშინ Apple იყო ყველაზე დიდი მოთამაშე, რომელიც ტექნოლოგიაში იყო, ეგრეთ წინწამო ავანგარდში იდგა ტექნოლოგიის და ყველა ახალ ინოვაციას ძირითადად Apple ქმნიდა, მაგრამ მაგ პერიოდში Google-მა გადაწყვიტა, რომ Android-შიც ჩაედო ინვესტიცია და რეალურად ორი დიდი გიგანტი ებრძოდა ერთმანეთს მობილურების ბაზარზე დომინირებისთვის. ერთი იყო Google, მეორე იყო Apple და რეალურად ორივე ცდილობდა, რომ თავისი ტექნოლოგია რაც შეიძლება სწრაფად განევითარებინა. მთავარი განსხვავება Google-სა და Apple-ს შორის მაშინ ის იყო, რომ Google იმ პერიოდში არ ქმნიდა თავის device-ებს და სხვა device-ებით მუშაობდა და software-ით ცდილობდა, რომ ეს მონაცემები მიიღო. Android-ით მუშაობდა და სხვის device-ებზე იყო და Apple თავის device-საც ამზადებდა და თავის software-საც ამზადებდა, რომელიც დღეს ყველა Apple-ის device-ში არის ჩაშენებული და რეალურად ამ კონკურენციამ იმდენი საშუალება მისცა მობილურებს, რომ ეს მონაცემები უფრო აქტიურად შეეკრათ, ის ინტერნეტის სისწრაფე განვითარდა, იქ ინფორმაციის მონაცემების მიმოცვლა უფრო სწრაფი იყო და შესაბამისად ადამიანებს ჯიბეში ჰქონდათ ისეთი მაგარი device, რომლისთვისაც აქამდე ადამიანებს ჭირდებოდათ, კომპანიებს ჭირდებოდათ 3-4 ადამიანის დაქირავება, რომ ეს გეოლოკაცია გაეკეთებინა და რაღაცა ახალი ინფორმაცია ჩაეწერათ. ხო, და თან ამ მოწყობილობის მობილურებზე მაქვს ლაპარაკი, ხო? მუდმივად შეგიძლია, რომ ეს ინფორმაცია მიიღო და ეს თან ისე მიიღო, რომ ისეთ რეჟიმში ადამიანი ვერც გაიგებს უმრავლეს შემთხვევაში, ხო? ეს უბრალოდ მობილური თან გაქვს და ის კომპანია შენგან მონაცემებს იწოვს, ასე ვთქვათ რა. მოკეთ ახლა რა ხდება? აი ამერიკაში რო დააპირა შესვლა ძალიან გაუჭირდა ამერიკაში შესვლა. რატო გაუჭირდა? იმიტომ რომ ზუსტად ახლა შეიძლება თქვი, რომ Google მაგალითად აი ამ მობილურების თემაში ძალიან არის ჩართული. Google-მა დაინახა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი, რითიც შეუძლია კონკურენტული უპირატესობა მოიპოვოს, არის რუკების შექმნა, ზუსტად. ხო? მაშინ ახლა Waze არ აქვს ის პოზიცია, რომ ეგ იყოს უკვე, იმიტომ რომ ეგ რო ყოფილიყო, ალბათ შეიძლება სხვანაირად დასულიყო ეგ თემა, მაგრამ ნუ მაგას ვერ გავიგებთ. თავარი რა არის, რომ Google-მა გადაწყვიტა, რომ ეს რუკები შექმნას და ცოტა სხვანაირად გამოიყენოს თან. რატო? ანუ ის ცალკე რო პასიურად ამ location service-ები და ასე შემდეგ, მაგრამ ასევე სატელიტურ იმიჯებს აკეთებს, ხო? ანუ ზევიდან უყურებენ, იღებენ, ასევე ადამიანები. მოკლედ, Google-ს ახლა ძალიან ბევრი რესურსი აქვს, ხო? და შეუძლია, რომ ბევრად სწრაფად დაქუქოს ეს პროცესი, ბევრად სწრაფად შექმნას ისეთი რუკები, რომლებიც Waze ალბათ დიდი ხანი დასჭირდება. კი, თან კონტექსტი რო შევქმნათ, მან უკვე უნდა უახსენოთ, რომ Google ამ პერიოდში უკვე გიგანტიან, უზარმაზარი ფული აქვს, თითქმის ულევი ფული აქვს, რომელიც შეუძლია, რომ ახალ პროდუქტში დახარჯოს. და თან Google-ის მთავარი ძალა იყო search engine და იუზერების მონაცემები, რომელზეც შეუძლია, რომ მარტივად გავიდეს და ამ იუზერებს თავისი ახალი პროდუქტი მიყიდოთ. ძალიან პოპულარული იყო ყოველთვის Google Earth, რომლისთვისაც როგორც ახსენე სატელიტის ფოტოებს იყენებდნენ და ამ სატელიტის მონაცემებს მერე Google თავისი software-ის განვითარებისთვის ამუშავებდა და მერე Google-მა როდესაც ნახა, რომ ზოგადად mapping-ი და გეოლოკაციის ბიზნესი საკმაოდ საინტერესო და მომგებიანი ბიზნესია, იმის გამო რომ უთვალავი ფული ქონდა, მიადგა იმ ძველ მეთოდებს და იმ ძველი მეთოდებით დაიქირავა Street View კამერები, რომელიც
ყველას ალბათ გვითამაშია რუკაზე რაღაც კაცუნას რო დააგდებ და რო გაჩვენებს რა ფოტოები არის და იმ Street View მანქანებით თითქმის მთელი მსოფლიო შემოიარა Google-მა. ნუ იმ პერიოდში მარტო ამერიკით და დასავლეთ ევროპით დაიწყეს, სადაც ყველაზე გადახდისუნარიანი იუზერები იყვნენ და სადაც მისი ბიზნესი, ანუ რეკლამების ბიზნესი მუშაობდა, მაგრამ ძალიან დიდი რესურსი დახარჯეს რეალურად ამაში და მომხმარებლისთვის რა ღირებულებაც უნდა შეექმნათ, რომ კონკრეტულად სადაც მიდიხარ, იქ რა ბიზნესებია და რითი შეიძლება რომ იქ თავი გაერთო, მაგას უკვე თავიდანვე თავაზობდა. მაშინ როდესაც Waze-ში search-ის ფუნქციონალი მაშინ არ იყო, Waze მაშინ იყო უბრალოდ გეოლოკაციის პროექტი, რუკა, რომლითაც უბრალოდ რეალურ დროში იგებდი ინფორმაციას სად რა ხდებოდა, იმიტომ რომ აქამდე არ გვიხსენებია Waze-ში იუზერებს შეეძლოთ რომ მიეთითებინათ რომ აქ დგას პოლიციელი, აქ არის პოლიციის კამერა. მე მახსოვს საქართველოში გქონდა ეგეთი აპლიკაცია, გოჩა ერქვა, რომელშიც წინასწარ უთითებდი აი აქ პოლიციის კამერაა და რაღაცა და რეალურად მაგას აკეთებდა Waze-ი, რომ აი აქ პოლიცია დგას, აქ ავარიაა და რეალურ დროში აწვდიდა მომხმარებლებს ინფორმაციას, მაგრამ Google-მა ამას იმით ეაჯობა, რომ რეალურ განახლებულ ინფორმაციას აწვდიდა ხოლმე მომხმარებლებს, სად რა ბიზნესია და თან Waze-თან შედარებით Google-მა მალევე დაიწყო ამისი მონეტიზაცია, იმიტომ რომ Google-ს ისედაც უხდიდნენ search-ის რეკლამებში ფულს და კონკრეტულმა ბიზნესებმა, რომელიც რაღაცა ადგილზე მაგალითად რესტორანი არის, იმათმა კიდევ უფრო მეტი ფულის გადახდა დაიწყეს Google-ისთვის, რომ როდესაც ვიღაცა პირობითად რა თბილისში ჩამოდიოდა იქ რესტორანი, იქ პირველი რესტორანი რაც გამოჩნდებოდა, მათი რესტორანი ყოფილიყო. Google-ს ძალიან საინტერესო მოდელია, ანუ ეგ დაინახეს, რომ ასეთი აპლიკაცია ფასიანი არ უნდა იყოს. ხო? ეხლა არ ვიცი დღევანდელი გადმოსახედიდან იქ ფასიანი რო იყოს, ალბათ ხალხი მაინც გადაიხდიდა, თუმცა იმიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ნახე შენ რო ფასიანს აკეთებ, მაგას ხალხის რაოდენობა მკვეთრად გიმცირდება და ხალხის რაოდენობა რო გიმცირდება, ხარჯები გეძდება რუკის აპდეიტის. იმიტომ რომ შენ ახლა შენზე ეს ხალხი რასაც მუშაობს შენთვის ასე ვთქვათ, ხო? ის ხალხის რაოდენობა როგორც შეგიმცირდება, რუკის აპდეიტი გინელდება და მაშინ იქ უნდა ჩაასხა ფული. და ამიტომ გიჩვენე ის ფული კი არ ჩაასხა, აქეთ ხარ ეს მოაკლო რეალურად და ხარჯები არ გაზარდო მაგ შემთხვევაში და Google ძალიან ჭკვიანურად აკეთებს, ხო, ზუსტად ახლა რას თქვი, რომ რაღაცა ფასიანი პინი, ასე ვთქვათ, და რეკლამებული პინი, ასევე რო ეძებ რაღაცა ღამის კლუბი ან რესტორანი ან ასე შემდეგ რაღაცები გიჩვენოს, მაქედან Google-ს რა თქმა უნდა შემოსავალი და ძალიან ჭკვიანურია. სხვათა შორის, აი ესენი, რო ვთქვათ, აქ პოლიცია დგას და ასე შემდეგ. საქართველოში მსგავსი არაფერი არ შემოხვედრია, მაგრამ ამერიკაში სულ არის რა, რომ აი სადმე რომ მოძრაობ, ვთქვათ, რაღაც მაგისტრალზე რაღაცა, იქ უცებ warning თუ რაღაცას აგინდებს, რომ იფრთხილად ეკავი, სიჩქარეს არ გადააჭარბოთ, ტიპი ჩასაფრენია. ხო, მან რეალურად Google-ი რაც აკეთებდა თავის დროზე ეს იყო, რომ Android-ებში ისედაც ჩაშენებული იყო, ყველა Android-ში ისედაც ჰქონდა გეოლოკაციის, ანუ GPS-ის სერვისი და Google-ი ჩუმად იპარავდა ამ ინფორმაციას იუზერებისგან და მაგითი დღესაც რასაც უყურებთ ხოლმე Google-ზე traffic data-ს, რეალურად ეგ არის, რომ აი საცობში ხედავს იმითი, რომ ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე არის ძალიან ბევრი Android იუზერის GPS-ი და რეალურად ამითი აღიქვამს, არის თუ არა ადგილზე საცობი. და Waze-ი ამის მაგივრად რომ მონაცემებით ეს მონაცემები დაემუშავებინა, ამით დაეწერა რომ საცობია, მომხმარებლებს ენდობოდა, რომ მომხმარებლები ერთმანეთს გააგებინებდნენ, რომ იქ საცობია, აქ საცობია. მოდი ახლა რო შევადაროთ დიდ კონტექსტში. როდესაც ამ ხელა გიგანტი ბეჰემოტი შემოდის შენ ბაზარზე, ალბათ ბევრი რასაც იზამდა, დაიხურა დოქუს და წავიდოდა, მაგრამ Waze-ი ამ Google-ის შემოსვლას არ შეუშინდა და რეალურად მათი ეს გადაწყვეტილება გამოწვეული იყო ერთი მნიშვნელოვანი მიზეზით, იმიტომ რომ მათ CEO-ს ბარდინი, რომელიც იყო იმ პერიოდის CEO, დიდი ხნის გამოცდილება ჰქონდა კორპორაციულ ამერიკაში. თავის დროზე ის მუშაობდა .com ბაბლების დროს რაღაც კომპანიაში Delta Sam-ში, რომელიც თავის დროზე გაიყიდა და რაღაც IPO-ზე იყო გამოსული და საკმაოდ დიდი წარმატება ჰქონდა და მან იცოდა მე ძალიან დიდი გაკვეტრების ისტორია. მე მანდაც მივიდეთ, ამიტომ ამ ბარდინს ძალიან დიდი გამოცდილება ჰქონდა როგორ ემართა კორპორაციული სტრუქტურა და როგორ შეეძლო რომ კონკურენცია გაეწია თავისი დიდი კონკურენტისთვის და პირველი რა გადაწყვეტილებაც მიიღო, წეგან როგორც ვახსენე, Google შევიდა ამერიკის და დასავლეთ ევროპის ბაზარზე და დაფიქრდა, სად შეიძლება წავიდეს Google ბოლოს. ის კი არა შემდეგი სამ წავიდეს, სად შეიძლება წავიდეს ბოლოს და Google-ის სტრატეგია ზოგადად ესეთი იყო, სულ ბოლოს შედიოდა ხოლმე ლათინური ამერიკის ქვეყნებში. სწორედ ამიტომ Waze-მა გადაწყვიტა, რომ მოდი გადავიდეთ ლათინური ამერიკის ქვეყნებში, დავიწყოთ ჩვენი ბიზნესის განვითარება. ხო, მოდი მაგაზე ახლა ცოტა თეორიულად ვიმსჯელოთ. Waze რა ქონდა მაგდოს ჩანაფიქრი. Waze მე ჩემი აზრით, Waze-მა იცოდა, რომ ადრე თუ გვიან Google-თან ომში დამარცხდებოდა, იმიტომ რომ Google-ი პირდაპირ როცა გიპირისპირდება, ხო, წარმოუდგენელია რა. მით უმეტეს ისეთ პროდუქტებში, სადაც ეხლა ამაზე რუკაზე განა რა უნდა გააკეთო, რუკა რომ კარგად იმუშაოს, რა data გჭირდება. data-საც გჭირდება, რესურსები, ან ფინანსური, ან ადამიანური და Google-ს ორივე ყავს, ეგაა, ხო? ანუ მან ძალიან რთული დავარტყა. ამიტომ
მე მგონია რომ Waze-ის სტრატეგია იყო რომ სანამ Google ამათ ყურადღებას მიაქცევდა ასე ვთქვათ, მანამდე რაც შეიძლება გაზრდილი იყვნენ რომ მერე თუ გაყიდვის თემა იქნებოდა რაც მოხდა კიდეც, იმიტომ Google-მა შეიძინა მერე ეს კომპანია ძვირად ეყიდა ზუსტად, ხო? ამიტომ სანამ Google ვთქვათ ფართოვდებოდა ამერიკაში და ევროპაში, ესენი სამხრეთ ამერიკას უბერავდნენ. ეგ არის ძალიან საინტერესო მომენტი. სხვათა შორის შენ მაგას ახლა კი იცი შენ, ძალიან საინტერესოა ძიუდო სტრატეგიას ეძახიან, როგორ შეუძლია პატარა მოთამაშეს მოძლიერდეს ისე რომ დიდის ყურადღება ნაკლებად მიიქციოს, ხო? ეხლა რა თქმა უნდა ტერმინებში ნაკლებად შევიდეთ, აღარ იქნება საინტერესო, მაგრამ ჩემი აზრით Waze ეგ ქონდა არჩეული ზუსტად. კი, Waze-ის ბიზნეს სტრატეგია ყოველთვის ის იყო, რომ მათ იცოდნენ, რომ ისეთი გიგანტი ვერ გახდებიან. უბრალოდ ბოლოს მოგვიანებით გაიგეს, იმიტომ რომ თვითონ ბაზარსაც რო შევხედოთ, ის აპლიკაციები, რომელიც თავიდან ვახსენეთ, TomTom და Garmin-ი subscription სიხდიდი $99 სიხდიდი ჯერ გადმოწერისას და მე ყოველწლიურად განახლება გჭირდებოდა ამ ლიცენზიის და როცა მიხვდნენ რომ ბაზარზე როდესაც Google შემოვიდა და სხვა დიდი მოთამაშეები შემოვიდნენ, იმათმა ეს მოდელი გაანულეს, ანუ თანხას იმაში არ იღებდნენ, სხვა მიმართულებიდან შეუვლიდნენ ფულს და Waze-მა სწორად მაშინ აღიქვა რომ რეალურად ამ ბიზნესით ეგრე გამდიდრება აღარ შეიძლება, ბევრი ფული შოვნა აღარ შეიძლება და მათი სტრატეგია იყო რომ სადმე კარგ ფასად დაექსიტებულიყვნენ. აი შეხედე ეგ მაქამდე რომ მივიდნენ იმ კომპანიებს მე არ ვამტყუნებ თავიდან რომ ეგ მოდელი ქონდათ არჩეული ფასიანი. რატომ იცი რომ ეს ძალიან უკვე რამდენჯერმე ხაზი გავუწევ, ძალიან მაღალ ხარჯიანი იყო ამ ბიზნესის ასე ვთქვათ ოპერირება. და შენ რამენაირად ეს ფული ხონდა ამოიღო, ხო? ამიტომ ზუსტად აი ეგ იყო გადაწყვეტილება, რომ ამის მონეტიზაცია აგრესიულად უნდა გაგეკეთებინა, მაგრამ Google-მა, ჯერ Waze-მა და მე უკვე Google-მა ეს მოდელი რო შეცვალეს, ხო? ეს მოდელი ბევრად ნაკლებ ხარჯიანი გახდა. ანიშნავს, რომ არაფერი არ ჯობდა, მაინც ძალიან ძვირი ჯდებოდა, მაგრამ ბევრად ნაკლებ ხარჯიანი გახდა და პლუს უკვე ახალი თემა წამოვიდა, რომ ის მარტო რუკაკი აღარ არის, რომ შენ გაიგნო. არა, უკვე გეხმარება, რომ იქ იმას უყურებ, მოძრაობა როგორ არის, საცობისად არის, რომელსაც ეხლა თბილისში მაგალითად მე თვითონ სადაც მოძრაობ ხოლმე ძალიან აქტიურად ვიყენებ, ხო? არა და ზეპირად იცი როგორ უნდა ზუსტად მაგას ვამბობ, ხო, რომ ანუ იმას ხო აღარ ვსწავლობ, რომ რომელ გზაზე გისაუბრებ. უბრალოდ არის ერთი 5-6 გზა მიდის იქამდე, სადაც მიდივარ, თქვათ და ამ 5-6 გზიდან წარმოდგენა არ მაქვს, სად შეიძლება იყოს უკეთესი მოძრაობა, ხო? კი, და მაგას გეუბნება ეს აპლიკაციები რეალურ დროში. თან ახლა მოდი გადავიდეთ იმაზეც, რატო გადაწყვიტა Google-მა ამ ბაზარზე შესვლა. რეალურად ამ პერიოდში ბაზარმა დაიწყო გამსხვილება. გამსხვილებას ბიზნეს ტერმინით ეძახიან, რომ დიდმა ბიჭებმა, დიდმა ბიზნესებმა დაიწყეს პატარ-პატარა ბიზნესების ყიდვა, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობდნენ. როდესაც ნახეს, რომ Google-მა გადაწყვიტა აქ შესვლა, იქ Apple-ს ჰქონდა თავისი გეგმა, რომ რუკები ჩაემატებინა სხვათა შორის თავის ერთ-ერთ კონფერენციაზე WWDC-ზე გადაწყვიტეს, რომ Google Maps-ის მაგივრად თავის ახალ რუკას ჩაინტეგრირებდნენ, მაგრამ იქამდე TomTom-მა იყიდა სხვა კომპანია, რომელსაც ეს მონაცემები ჰქონდა, იქამდე Garmin-მა იყიდა NQT-ის მონაცემები, მერე მოგვიანებით ეს NQT-ის მონაცემები Nokia-მ იყიდა და მოკლედ ბაზარი მნიშვნელოვნად მსხვილდებოდა, იმიტომ რომ როგორც ვახსენეთ, უზარმაზარი ბაზარია. თითქმის ყველა ადამიანს სჭირდება ეგეთ მომენტში საცობიან ადგილას, რა გზით შეიძლება წავიდეს და მერე Google-მა რაც აჩვენა, რომ ამის მონეტიზაცია შეიძლება და აქედან შეგიძლიათ ძალიან დიდი ფული ეშოვა, რა თქმა უნდა, ყველას უნდოდა რომ ამ ბიზნესით ძალიან დიდი ფული ეშოვა. სწორედ ამიტომ Waze თითქოს იჩაგრებოდა, იმიტომ რომ ცალკე მდგომი კომპანია იყო. თან როგორც ვახსენე, ბარდინს გამოცდილება ჰქონდა, რომ როდესაც შენ კომპანიაში დიდი ინვესტორი შემოდის, ან როდესაც IPO-ზე გადიხარ, შენ ის სტარტაპის მოქნილობა აღარ გაქვს და ვეღარ აკეთებ იმას, რაც შენს პროდუქტს უკეთეს ხდის. უნდა აკეთო ის, რაც შენ ინვესტორს უნდა. მაგალითად, ერთ-ერთი кейსი იყო, როდესაც ერთ-ერთ დიდი ინვესტორს $25 მილიონი ჩადება უნდოდა Waze-ში. ამ 25 მილიონის ინვესტირების წინაპირობა იყო, რომ Waze ეს თავისი მონაცემთა ბაზა საერთოდ უნდა გაექრო და OpenStreetView არის ეგეთი ღია source-ის ბაზა, რომელიც ორგანიზაციის შექმნილია და იმ ბაზაზე გადასულიყო. რაც რეალურად Waze-ის მთავარ კონკურენტულ უპირატესობას კლავდა და ამიტომ ძალიან რთული იყო, რომ Waze ფინანსურად თავისთავი ეცნოდა, თავისთავი შეენარჩუნებინა და თან შეენარჩუნებინა თავისი know-how რაც ჰქონდათ. ამიტომ ძალიან გამოადგათ მაშინ ბარდინის ეს გამოცდილება და დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ხოლმე პოტენციური ინვესტორებთან, რომ ეს გაეტანა, სხვათა შორის ამ 25 მილიონიანი ინვესტორთან მაინც გაიტანა, რომ თავის მონაცემთა ბაზა უნდა დარჩენილიყო და ეს 25 მილიონი მაინც მისცეს და მე ახლა შემდეგ ეტაპზე რო გადავიდეთ, სანამ გადახვალ მანდ აუცილებლად თქვათ, რომ Apple-იც რო შევიდა ამ ბიზნესში ძალიან საინტერესო მომენტია. ანუ თითქოს ალოგიკური არა, ეხა Apple Maps საქართველოში მე მგონი არც არავინ არ იყენებს, ყოველ შემთხვევაში ცოტა საქართველოს თუდად არის მორგებული, მაგრამ ამერიკაში კარგად მუშაობს ძალიან და იქ პოპულარულია და
ეხლა მაინც რო შევხედოთ, მოდი აი Google-ის გადმოსახედიდან და Apple-ის გადმოსახედიდან ეს ბიზნესი კი კარგია, მაგრამ ეს ბიზნესი მაგათი მასშტაბისთვის არ არის ისეთი შემოსავლიანი. Google-ისთვის Google Map-ი არ არის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო. Apple-ისთვის ხო Apple Map-ი რა ვიცი, საერთოდ ხო ანუ ძალიან მინიმალური არაფერი არ არის. მაშინ კითხვა რომ რა თუნდათ ხო რატომ ხარჯავენ ამ ხელაფურს და ძალიან საინტერესო მომენტია ზუსტად რომ Google-ისთვის ეს იყო ლოგიკური გაგრძელება თავისი ბიზნესის, იმიტომ რომ წარმოვიდგინოთ ინტერნეტ ძებნა გადაიტანა ასე ვთქვათ ლოკაციის ძებნაში, ხო, ლოკაციის ძებნაში და ლოგიკური გაგრძელება იყო და უნდა გაეკეთებინა. აი Apple-ისთვის ლოგიკური გაგრძელება არ იყო. და Apple-მა მაშინ რატო გააკეთა Apple-ის სულელებს არ აკეთებს ხოლმე ხშირ შემთხვევაში, ხო? რატომ? იმიტომ რომ Apple-მა დაინახა რომ ეს უკვე ხდება იმდენად მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომ ადამიანები ყოველდღიურად იყენებენ. და ყოველდღიურად რო იყენებენ, მაგ დროს დამოკიდებული ხდები შენს კონკურენტზე, იმიტომ რომ Google კონკურენტია, ხო? Google Android-ია რეალურად, ხო? და ყველაზე დიდი კონკურენტია Apple-ისთვის ამ შემთხვევაში. შეიძლება პირდაპირ არა, მაგრამ ეს Samsung-ის გავლით და ასე შემდეგ, ხო? და შენ პირდაპირ კონკურენტზე რო ხდები დამოკიდებული, უცებ შეიძლება Google-მა ერთგვარი დღეს გითხრას, რომ იცი მეგობრებო, აღარ გაძლევთ წვდომას მაგაზე. გაძლევ და ძალიან ზვირად. ხო, ასე შენ ნებისმიერ რაღაცა და შენ უცებ ვარდები ცუდ მდგომარეობაში, იმიტომ რომ მომხმარებლებს ისეთ რაღაცაზე წვდომას რომ შეუზღუდავ, რასაც ყოველდღიურად ძალიან აქტიურად იყენებენ, ხო? ისინი აუცილებლად უკმაყოფილებლები დარჩებიან და ეხა ეგ რამდენად შესაძლებელი იყო, ეგ ცალკე თემა, მაგრამ Apple-მა თავი დაიზღვია, რომ ესე იგი მნიშვნელოვანი პროდუქტი რაც არის, აუცილებლად უნდა ჰქონდეს ალტერნატივა, რომ უფრო თვითმყოფადი იყოს, ასე ვთქვათ. კი, თან ეს უკვე ის პერიოდია, როდესაც Apple-ის CEO არის Tim Cook-ი და Tim Cook-ის პერიოდში ვიცით, რომ Apple-მა დიდი shifti გააკეთა მონაცემების უსაფრთხოებაზე. იქამდეც მონაცემების უსაფრთხოებაზე იყო ორიენტირებული, მაგრამ Tim Cook-მა ეს ბიზნესის სტრატეგიული უპირატესობად აქცია და რეალურად Google-ი, როდესაც Google-ის რუკას იყენებს, შენ ძალიან ბევრ მონაცემს იწოვს და Apple-ს უნდოდა რომ ამისგანაც დაეზღვია თავი, უბრალოდ მან მაინც დაუშვეს, მიუხედავად იმისა, რომ Apple-ია, მაინც დაუშვეს სტრატეგიული შეცდომა და როგორც აქამდე ვახსენეთ, Google-ის თევარი უპირატესობა ის არის, რომ მუდმივად განახლებადია და Apple ადგა და იყიდა TomTom-ი. TomTom-ი როგორც ვახსენეთ, რაღაც წელიწადში ერთხელ აგზავნიდა ხალხს და იმით აახლებდა ხოლმე ინფორმაციას და რეალურად ეხლა რო შევხედოთ ბაზარზე რა სიტუაციაა Waze-ის გადმოსახედიდან. Waze-ი ხედავს, რომ Google უზარმაზარი კონკურენტია, Tim Cook-მა და Apple-მა მათი ყველაზე დიდი კონკურენტი შექმნეს, ანუ რეალურად Waze-ი რო გამოიყენო, ან Android-ი უნდა გამოიყენო, ან Apple-ი უნდა გამოიყენო და ორივეს თავისი ინდივიდუალური პროდუქტი აქვს და ბარდინმა იცოდა, რომ თუ მაგ მომენტში რაღაცას არ გააკეთებდა, მაშინვე დამთავრდებოდა მათი საქმე. ამიტომ ამ განცხადების მერე რამდენიმე საათში ბარდენი დაჯდა ერთ-ერთ ინტერვიუზე და ახსენა, რომ Apple-ის ეს პროდუქტი აუცილებლად გაფეილდება და წინასწარ დაიწყო იმაზე ლაპარაკი, რომ აი TomTom-ის რუკას არა აქვს განახლება, ძალიან ძველი ინფორმაცია ამონაცემები, შეიძლება ის ადგილას წაგიყვანოს, საიდანაც მე უკან ვეღარ დაბრუნდები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და რეალურად ამან იმდენად დიდი გამოხმაურება პოვა, რომ ხალხი Apple-ის რუკას რო ხსნიდა, წინასწარ ეგ მოლოდინი ქონდა, რომ ვერსად ვერ მიგიყვანდა და მართლა ვერსად ვერ მიყავდა და რამდენიმე კვირის შემდეგ Tim Cook-ს მოუწია, რომ პირადად გამოსულიყო და ბოდიში მოეხადა თავისი Apple-ის მომხმარებლების წინაშე, რასაც Apple ძალიან იშვიათად აკეთებს, თითქმის არასდროს და ამ ბოდიშის წერილში ახსენა რამდენიმე კონკურენტი, რომლის გადმოწერისკენაც უბიძგებდა ხალხს. Რა თქმა უნდა, არ იტყოდა Google Maps, იმიტომ რომ ძირითადი კონკურენტი იყო და კონკურენტებში ერთ-ერთი ახსენა Waze. რეალურად ეს იყო Waze-ისთვის ძალიან დიდი ზვავის ტალღა, ანუ იმის მერე უამრავმა Apple-ის იუზერმა დაიწყო აპლიკაციის გადმოწერა და რამდენიმე დღეში ასობით მილიონ იუზერზე ავიდა რეალურად Waze, რაც ერთი შეხედვით ძალიან კარგი უნდა იყოს პროდუქტისთვის, მაგრამ მხოლოდ გადმოწერებში არ არის საქმე. ხო, ეგ ძალიან საინტერესოა, Apple-ს წლები დასჭირდა, რომ Apple Map-ი რაღაც დონემდე მieყვანა რა, ზუსტად მაგითო. და ეხა Waze ზუსტად მაგხელა რო გახდა, აი Google-ი მაგ დროს ხედავს ზუსტად უკვე რა, რომ ესე იგი მარტო თვითონ აღარ არის ამ ბაზარზე ვიღაც სერიოზული კონკურენტი ხავს, ხო და ზუსტად ესე იგი ეს კონკურენტი სანამ კიდე უფრო გასერიოზულებოდა, მანამდე უნდა წაიყვანონ თავისთან. კი და აი მანდამდე როგორ მივიდა ზოგადად Waze, როგორ შექმნა ისეთი პროდუქტი, რომ Google-ს მერე მაგის ყიდვა მონდომებოდა, არის ძალიან საინტერესო ისტორია, იმიტომ რომ როდესაც ბარდენი დაჯდა ნახა, რომ ასობით მილიონი იუზერი ყავს, რა თქმა უნდა პირველი ფიქრი რაც დაიწყო იყო, როგორ შეიძლება ამ ასობით მილიონი იუზერის მონეტიზაცია, მაგრამ სანამ მონეტიზაციაზე გადავხვალ, უნდა ნახო რამდენია აქტიური ამ იუზერებიდან და რაც ნახეს მონაცემებში იყო, რომ
100 მილიონი გადმოწერიდან დაახლოებით 99 მილიონს ქონდა მეორე დღესვე წაშლილი აპლიკაცია და რეალურად აქ თავარი პრობლემა რაც იყო რაც ქსელურ ბიზნესებს აქვს ძირითადად. ქსელური ბიზნესი კომპლექსური ბიზნეს თემაა, რომელსაც ბიზნეს სკოლებში სწავლობენ ხოლმე და ქსელური ბიზნესის თავარი პლუსი ის არის, რომ როდესაც ბევრი ადამიანი იყენებს პროდუქტს და ბევრი ადამიანი აძლევს ფიდბექს, პროდუქტი უკეთესი ხდება, მაგრამ იმისთვის რომ პროდუქტი კარგი გახდეს, ბევრი იუზერი უნდა ყავდეს. ანუ კლასიკური ქათმის და კვერცხის პრობლემა არის, რომელი უნდა იყოს პირველი და როდესაც ნახა ბარდინმა რომ რეალურად ასე ბიზნესი უბრალოდ ვერ განვითარდებოდა და ერთ ადგილას გაიყინებოდა, მიიღო ძალიან მძიმე კორპორატიული გადაწყვეტილება და თავის გუნდს მისცა დავალება, რომ ერთი თვის განმავლობაში არავის არსებულ ფიჩერზე აღარ უნდა ემუშავა და პროდუქტის მეინტენსი აღარ უნდა მოხდარიყო, ყველას უნდა ემუშავა ახალი აპლიკაციის გაკეთებაზე, რაც ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ სამსახურში რო თქვას ვიღაცამ, რომ აი ხვალიდან არაფერს არ ვაკეთებ, მუშაობთ რომ ჩვენი ბიზნესი სხვა რამით გადაკეთდეს. ალბათ ყველას პირველი პრობლემა ექნება, ვაიმე იპოთეკა, ვაიმე ბიზნესი არ დაიხუროს, ყველას ეგ პრობლემა ექნება და აქ გამოჩნდა ბარდენის ლიდერშიპი, რომ იმ პერიოდში თავის თანამშრომლებისგან გამოისყიდა კომპანიის წილი ქეშად, ანუ მალევე გააკეშა ადამიანები, რომ ვიღაცას ვისაც იპოთეკის ეშინოდა, რომ და ის დენად გულით არ იმუშავებდა ამ პროდუქტზე და გვერდზე ებრაული ჯობსჯი ექნებოდა გახსნილი, ხალხი რო დაეზღვია, წინასწარ გადაუხადა თანხა იმაში, რომ ამ რისერჩში ემუშავოთ და რეალურად მან გააგრძელებ, მან ჩავამატებ, რომ ეგ არის ძალიან სერიოზული მომენტი ზუსტად. ნახე, კომპანიის წარმატება რაზეა დამოკიდებული, ხო, დიწილად არის დამოკიდებული იმ გუნდზე, ვინც არის კომპანიის უკან, ხო, ვინც დგას. და ეს გუნდი კიდე როგორ არის, ამ გუნდს мотиваცია სჭირდება. мотиваცია როდის გაქვს მაგალი, როცა ყველაფერი კარგად მიდის, მაშინ გაქვს мотиваცია, მაგრამ როცა ყველაფერი ცუდად მიდის, მაგდროს мотиваცია გინდა არ გინდა გივარდება. ხო, პლუს თან შენ უკვე თუ იმას ფიქს იწყებ, რომ ვაიმე და ეხლა რა გვეშველება და იქ Google-ია და იქ Apple-ია და ასე შემდეგ, ხო? მაგდროს ძალიან რთულია რომ შენ თავის ძალა დაატანო და ესე მაღალი ასე ვთქვათ, ეფექტურობით იმუშაო, ხო? და თან მით უმეტეს კრეატიულ რაღაცაზე იმუშაო, იმიტომ რომ იმისთვის რომ პროდუქტი ნოლიდან გადააწყო და რაღაცა ახალი მოიფიქრო, გჭირდება კრეატიული ინფორმაცია, რაღაც კრეატივის შემოტანა და რეალურად მაგ კრეატივის შემოტანა, როცა ეგ წნეხი გაქვს, ძალიან რთულია. ხო, და აი მაგის მენეჯმენტი რომ მოახერხა ამან, ეგ ძალიან დიდი თემაა, იმიტომ რომ ყველაფერი კარგად რო არის, მაშინ ყველანი მაგარი მენეჯერები ვართ, მაგას ლაპარაკი არ უნდა. სუდად რო არის და შენ რომ უნდა მოახერხო ცუდ მდგომარეობაში ხალხის мотиваცია, ეგ აბსოლუტურად სხვა თემაა რა. კი, გაცილებით უფრო რთულია და მან დავამატებ კიდე ერთს, რომ რეალურად ბარდინმა რაც გააკეთა და რასაც შეხედა არის, რომ თავის თანამშრომლებს სტარტაპში ზოგადად ისეთი სტრუქტურაა ხოლმე, რომ წილებს აძლევენ ხოლმე თავის თანამშრომლებს, იმიტომ რომ სტარტაპს დიდი ქეში არ აქვს, რომ ხელფასი ქეშად გადაიხადოს, ამიტომ წილებს აძლევს და წილის მუღამი ისაა, რომ კომპანიის ღირებულება გაიზრდება და იქ როცა ხედავ, რომ Google შემოდის, Apple შემოდის შენ ბაზარზე, ყველას იმის ფიქრი აქვს, რომ აი რეალურად ჩემი წილი ვერაფერს ვერ გაიზრდება. ამიტომ ამ პერიოდის განმავლობაში ასობით მილიონობით იუზერთან დასხდნენ ეს ხალხი, მათ შორის დეველოპერებიც, გაყიდვების ხალხი, რაღაც customer support-ის ხალხი, ყველა დაჯდა და ყველა ურეკავდა იმ იუზერებს, ვინც აპლიკაციას შლიდნენ და მათაც სწორედ ის პრობლემა დაუსახეს, რაც ჩვენ თქვით, რომ რეალურად ხალხი, როდესაც გადმოწერდა ამ აპლიკაციას და ნახავდა, რომ იქ ინფორმაცია არ არის, გეუბნეო, რომ წადი პირდაპირ პირობითად რაღაც თამარაშვილით წადი და თამარაშვილზე მიდიხარ და უზარმაზარი საცობი ხდება, პირველივე რეაქცია რაც არის, აპლიკაციის სულელია, ხო? კი და მაგის გამო დაიწყო Waze-მა მუშაობა იმაზე, როგორ შეიძლებოდა, რომ დაემოტივირებინათ თავისი იუზერები იმისთვის, რომ მეტად გაეზიარებინათ ინფორმაცია და როგორ შეიძლება, რომ გარე წყაროებიდან გამოიყენებინათ ინფორმაცია და მაშინ პირველივე ნაბიჯები რაც გადადგეს, იყო, რომ რაღაც მონეტიზაცია ჩაურთეს, რომ შენ თუ კარგი ინფორმაციას დაუწერდი, რაღაც ქულების სისტემა გემატებოდა, იქ მერე სხვა open source მოდელებიდან წამოიღეს ინფორმაცია და თავისი პროდუქტი გაცილებით უფრო უკეთესი გახადეს. ხო, ეგ ეხა აუცილებელია, ძალიან ეხა ღრმა იმაში ჩავიდეთ ანალიზში. ძალიან მნიშვნელოვანია რომ შენ თავიდან უნდა აიძულო იუზერები რომ რაღაც პერიოდი მაინც გაჩერდნენ. იმიტომ რომ იუზერები თუ ჩერდებიან, ეგ ავტომატურად იწვევს ასე სხვა მომხმარებლები ემატებიან ამას, ხო? შენის პირდაპირ პირველი მომხმარებლები ვინც არის ისინი თუ გაგექცევიან, ხო? ის დამატებითი მომხმარებელი არასდროს არ მოვა და ეგ სხვათა შორის ძალიან უცნაურია რომ ალბათ ისრაელში გამოუვიდა ზუსტად მასშტაბებიდან გამომდინარე პატარა რო იყო რომ უცებ მოახერხეს უფრო შედარებით, თუმცა იქაც მძიმედ წავიდნენ თავიდან, ხო? ამ რუკის შექმნა არა.
ამერიკამ აქ ხელა ხო მანდ არ გამოდის რეალურად და მოუწიათ რომ ბევრი ასე ვთქვათ მიდგომა შეეცვალათ რასაც მანამდე არ იყენებდნენ. კი და ამ პერიოდში იმის გამო რომ ეს ტრანსფორმაცია წარმატებით განახორციელა ეს ძალიან ბევრმა კომპანიამ დაიწყო. სხვათა შორის არის ჭორები რომ Apple-მა მაშინ დაიწყო რომ მოდი Waze-ი უნდა ვიყიდოთ, მაშინ ყველაზე დიდი ოფერი დადო Meta-მ იგი Facebook, მაშინ ჯერ კიდე Facebook იყო Meta არ ერქვა, Facebook-მა დათო ყველაზე დიდი ოფერი დაახლოებით $800 მილიონ იყო საუბარი, $800 მილიონ უნდა დათ რომ Waze-ი იყიდათ, თუმცა მერე მოგვიანებით ეს ყველა ოფერი საბოლოოდ მიჩნდა, იმიტომ რომ ბარდინს ჰქონდა თავისი რწმენა, რომ ეს კომპანია რაღაც კონკრეტული მიმართულებით უნდა განვითარებულიყო, მაგრამ საბოლოოდ რა მოხდა დევიდ? საბოლოოდ Google-მა შეიძინა. Google-მა შეიძინა და სხვათა შორის ძალიან ბედნიერი ისტორია რეალურად. ეგ ხა ორი სიტყვით რო ვთქვათ, ხო? პატარა კომპანია სულსაც დიდი მონსტრი ყიდულობს, მით უმეტეს მაღალ ფასად, ასე ვთქვათ. ეგ იმას ნიშნავს, რომ ამ პატარა კომპანიის აქციებს ვინც ფლობდა, ისინი არიან ყველანი ძალიან კარგ სიტუაციაში, ძალიან კარგ მდგომარეობაში. Waze-ში ყველა თანამშრომელი გახდა მილიონერი. კი. ყველა თანამშრომელი მილიონერი გახდა, ეგ არის ხა ყველას რაც გვინდა, ხო რა მაგარი. ანუ ეგ უნდა ვთქვათ რა, ეგ კარგად მნიშვნელოვანი დასანახია, რომ სტარტაპში რატო იწყებს ადამიანი სტარტაპში მუშაობას? იცის რომ სტარტაპი იმას მაღალ ხელფას ვერ გადაუხდის. იცის რომ სტარტაპი ის არ არის რომ რა ვიცი ეს ჩემი საქმე არ არის ძმაო და ხო რაღაც ანუ ყველაფერი უნდა აკეთოს და უნდა გაიჭიროს, მაგრამ ზუსტად ეგ არის ის საიდაც მიდიხარ, რასაც ხედავ, ხო რა რომ შენ ადრე თუ გვიან თუ სწორ ნაბიჯებს გადადგავ, შეიძლება რომ იმაზე ბევრად დიდი ფული იშოვო, ვიდრე ხელფასით ოდესმე იშოვიდი. და Waze-ის შემთხვევაში ზუსტად ეგ არის, ხო? ყველა მილიონერი გახდა, ყველა კმაყოფილია და დღეს Google Waze იყენებს ცალკე აპლიკაციად დარჩა. აი ახლა რო ვთქვი, რომ ამერიკაში მაგალითად ის იქ პატრულია და იქ ასე შემდეგ, ეგ Google Maps-ია უკვე, მაგრამ ეგ ზუსტად საიდან წამოვიდა Waze-დან წამოიღო. ანუ Google-მა შეიძინა ტექნოლოგია რეალურად და აპლიკაცია, რომელსაც უკვე ყავდა რაღაცა მომხმარებლების ბაზა და დატოვეს. გასაგებია, რომ დღეს შეიძლება მაინც და მაინც განსხვავებული მას დანიშნულებას არ ასრულებს, ხო? და მაგრამ ზუსტად ეგ არის, რომ Google-ს ეს განვითარებისთვის ჭირდებოდა. Waze-მა მგონია, რომ თავის ასე ვთქვათ ბიზნესს მიაღწია 100%. კი, თან წეგან რაც ვახსენეთ, რომ გეგმა იყო, რომ როდესაც Google-ი ან სხვა დიდი მოთამაშე შეხედავდა სამხრეთ ამერიკის ბაზარს, ყველაზე დიდი მოთამაშე სამხრეთ ამერიკის ბაზარზე რა თქმა უნდა იყო Waze-ი და Google-მაც როდესაც შეხედა სამხრეთ ამერიკის ბაზა, დაახლოებით $1 მილიარდ იყიდა ეს კომპანია და კიდე ერთი რის გამოც Waze-ი ძალიან მომწონს და ზოგადად მისი დამფუძნებელი და CEO არის, რომ გარდა იმისა, რომ ყველა თანამშრომელს ჰქონდა თავისი წილი, რომლითაც მილიონერები გახდნენ, გარდა ამისა, თავისთვის მიღებული თანხიდან 100 ძირითად თანამშრომლებს დაახლოებით $1.5 მილიონ გადაურიცხეს ძალზე ზემოდან კაც ადამიანზე თითო ადამიანს $1.5 მილიონ გადაურიცხეს და მოკლედ ძალიან კარგი ისტორია არის რის გამოც ეს სტარტაპი თითო Waze-ი ყველას გვინდა. თითო Waze და თითო Waze-ში ყველამ უნდა ვიმუშაოთ. კი ბატონო. ეხლა ეს ამ თემას სანამ დავხუროთ, მანამდე მოდი ჩვენი მეგობარი კომპანია Loyalty-ს სტანდარტული რუბრიკა ვთქვათ. რა იყო ამ კომპანიის წარმატების ისტორია? რას ფიქრობ, დევიდ, რას შეიძლება რომ მივაწეროთ? მე ვფიქრობ, რომ ამ კომპანიას ესე რომ ვთქვათ, რაღაცა ერთი მიზეზი სავარაუდოდ არ მოერგება. მე უფრო მგონია, რომ ეს კომპანია პირველ რიგში სწორ დროს იყო სწორ ადგილას. ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მომენტში. რატომ? ამას რომ დაეგვიანებინა სულ რაღაცა 1 წლით, 2 წლით და Google-ი ბევრად ადრე გაშვებულიყო, ხო? ჩავთვალოთ, რომ ამას პრაქტიკულად არ ექნებოდა შესაძლებლობა. ამან რატო გაკაჩა? იმით რომ დაინახა პირველი რომ მობილური ტელეფონების ბაზარი ვითარდება და მობილური ტელეფონის ბაზრის განვითარებასთან ერთად შეუძლია ახალი მოდელი მოიფიქროს რუკის შექმნის, რომელიც ბევრად ნაკლებ ხარჯიანი იქნება. ეგ რო დაინახეს, ხო? და ეს კარგად განახორციელეს, ჩემი აზრით, ეგ იყო მთავარი მიზეზი ამ კომპანიის წარმატების. თუმცა როგორც მოვყევით, ამას არ ქონია მაინც და მაინც რაღაცა იავარდით მოფენილი გზა, ხო? და ეს ზუსტად იმას ნიშნავს, ეს კომპანია იქამდე რომ მივიდა, მილიარდიან შეფასებამდე რომ მივიდა, ხო? ამ ხელაფასად რო გაიყიდა. ეგ იმას ნიშნავს, რომ ჭკვიანური გადაწყვეტილებები მიიღეს. და ერთ-ერთი ჭკვიანური იყო ის, რომ რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში თავი აარიდეს Google-თან კონკურენციას, გაძლიერდნენ, რომ Google-ს მათში დაენახა
მნიშვნელოვანი მეტოქე და მნიშვნელოვანი ღირებულება და მაგიტო შეიძლება. კი, და ერთი ალბათ კიდე რაც უნდა გავუსვათ ხაზი, ეს არის მენეჯმენტის და დამფუძნებლების მიდგომები ზოგადად კომპანიასთან და პროდუქტთან. როდესაც სტარტაპში ხარ, შენ ყველა თანამშრომელს უნდა მოექცე როგორც ერთიან მებრძოლს, ან მანდ ისე ვერ იქნები, რომ ის უბრალოდ დაქვემდებარებულია და მოდი დიდად ყურადღება არ მივაქციოთ. ეს ბარდენმა და დამფუძნებლებმა Waze-ის ძალიან კარგად იცოდნენ და ყველა ის мотиваცია, რა мотиваციაზეც მუშაობდნენ, ძალიან რა мотивაციითაც მუშაობდნენ მათი თანამშრომლები, ყველა შეუსრულეს ეს სურვილები და ყველა უსაფრთხოდ ყავდათ. ეს job security-ს რაც ვამბობთ, მაშინ სტარტაპში ყველას ჰქონდა და ალბათ კიდე ერთი რასაც დავამატებდი, არის ეს ბარდენის სტრატეგიული გადაწყვეტილება და ის სწორხაზოვანი ხედვა, რომ ის პროდუქტი, რასაც ისინი აშენებდნენ, იყო რეალურად ამ ბაზარზე გამარჯვების საწინდარი და არა ის, რომ რაღაცა ღია რომელიღაცა ორგანიზაციის ღია ბაზა გამოგეყენებინა შენი რუკის ასაშენებლად და რეალურად თუ კი როდესაც ამას თავაზობდა ის 25 მილიონიანი ინვესტორი კომპანია ყიდა დაახლოებით 600 მილიონი, დაახლოებით ორჯერ ძვირად გაიყიდა, მერე მოგვიანებით ეს კომპანია და ეს თან დამფუძნებლის და დირექტორის ხედვების ბოლომდე მიიყო და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ამ ბიზნესში. ძალიან კარგი, მე მგონი ეგ არის. მადლობა მეგობრებო, რომ გვისმენდით. გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი და ალაიქოთ ვიდეო და გაუზიაროთ თქვენ მეგობრებს. გაგვიზიარეთ თქვენი ფიდბექი ამ ეპიზოდზე, რომელი ეპიზოდის მოსმენა მოგინდებათ, რომელ კომპანიაზე ისურვებდით, რომ ვისაუბროთ, ეგეც გაგვიზიარეთ. აქვე მადლობა მინდა გადაუხადოთ ჩვენ პარტნიორ კომპანიას Loyaltest და აბა დროებით მომავალ შეხვედრამდე.